ის რისთვისაც პუტინს რუსეთში 12 წელი დასჭირდა, საქართველოში სულ რაღაც 12 თვეში მოხდა. დრო სწრაფად იწურება, საქართველოს დემოკრატიის ფანჯრები იხურება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ევროპელმა მომხსენებლებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასეს და ოცნების რეპრესიებზე ისაუბრეს. ეს არის ქართული კოშმარი, რომელიც კრემლის საშინელებათა სცენარითაა შთაგონებული, თქვეს რეზოლუციის განხილვისას. ასამბლეა გმობს ოცნების პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში ამყოფებს და თავს ესხმის ევროპულ ორგანიზაციებს. ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ხვდება. კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიზე ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა უკვე გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან. მარკ რუტესთან ერთად განვიხილეთ რუსეთის პროვოკაციების წინააღმდეგ ბრძოლა, თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის და ილჰამ ალიევსაც შეხვდა. რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფი გაცვალეს. თითოეულმა მხარემ 185 ტყვე დაიბრუნა. გათავისუფლებულთა უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა. პუტინის თქმით, ნატოში გაწევრიანების სურვილი ორჯერ გამოხატა. ორივეჯერ უარი მივიღეთ, ამბობს ოკუპანტი. ქვეყნის პრეზიდენტი და დასავლეთის უარს გეოპოლიტიკურ და ისტორიულ სტერეოტიპებს აბრალებს.